ხო, გამოვედი, აი ვაღებ მოიცა. კაი. როგორ მომინეტრე, რამდენი ხანი არ მინახი ხარ. კარგად გამოიყურები ძმაო, სცენარიც მოგიტანია. ხო, მითხარი, შენ საქმე გამოვიდა. კი, გაგაცნობ, წამშევიდეთ რა. ვა, შოთა. ვა, ლევანჩიკ. ნაშევი, შენ თავზე თამაშობ. ნუ, რა, იქ. გაიცანი თოკო შოთა. სასიამოვნოა თოკო. შენთვის ეს ბატონო შოთა. მე გირე რა დამამბერე ხა რა ბატონო, რის ბატონო, შენობით რა გეხვეწები რა. ისე შენ მეგობარმა რაღაცები მითხრა და ძლივს არ შევხვდით ერთმანეთს და. აი, საქმის კაცია? ხო. და სასმელსაც ბევრს არ სვავს რა. მაინც არა, ვაფშე არ სვამ. ბიჭო, გამაგებინეთ, აი, როგორ უნდა ვინდო ადამიანს, რომელიც არ სვამს? კაი, მე სასმელს შემოვიტან და თქვენ დაიწყეთ. ო, კარგი. აუ, ლევონჩიკ. ხო. მე ჩემი წამომიღე და ჩვენ სტუმარს, ჩვენ თოკოს წამოღე კომპოტი. აბა, მიდი ის. სცენა პირველი ინტერიერი, სტაფილოსფერია სამის პერიოდი. მოვიდა? რეჟისორი გავოცან. კიდე დეპრესიაშია? არ ვიცი. თავის მოკლეზე კიდე ვფიქრობს, უიცი. ისახებ ოთახში შეკრებილი ადამიანების სახეზე ტკივილია მოგვილი. ხმას არავინ იღებს, მხოლოდ თავარი გმირი. იგი ტელეფონზე საუბრობს, მომხდარს ავრცელებს. კაცურ პასუხის გება. ციცი რა არის, აი, უყურე. რაღაცა არადამაჯერებელი ხარ, აი, რაღაცა აკლია რა, აი, თითქოს სასმელი ხوارია. ნუ, ეგეც აკლია, მაგრამ იცი რა არის? როგორ გითხრა რა? რაღაცა ცივია რა თითქოს, აი, მშრალია რა თითქოს და როგორი რაღაცა მინდა იცი რომ მოკლედ ამჯერა რა. ამჯერა რა. რა ქაშალი ისტორიის. ეგეთი მკაცრი მოხდა. ვინ ვარ? რეჟისორი. როგორ? რეჟისორი. შენ ჩემი სცენარისტი ბიჭი, ეს წარმომისმენთ თქო, ძალიან გთხოვ, მოკლედ და გასაგებად ჩამომიყალიბე ყველაფერი. აი, დამანახი იქაო. მოკლედ. მაშინ პრობლემა თუ არ იქნება ტუალეტში გავალ და რო დავრუნდები თავიდან დავიწყოთ, კაი? ბატონო, რა. გეოლდებით. ინტერიერი სტაფილოსფერია სამისფერი ოთახი. ბიჭი ზის და შეყვარებულის არსებობდება. ისმის ზარის ხმა. ბიჭი პასუხობს. მაგრამ როდესაც შეყვარებულის მომოდინე ხმის ნაცვლად მასეც მისხვისი ქვითინის ხმა, დაძაბა. ბიჭი ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ბიჭი ტელეფონს თიშავს და ვერანდაზე გადის. ბიჭი შოქშია. ბიჭი რა ქვია ბიჭს? დაუშვათ ლუკა. ლუკას ბოლომდე სწამს რომ ეს ყველაფერი ტყუილია, იგი მხოლოდ მაშინ იჯერებს სიმართლეს, როდესაც ხედავს ფონს ექსტერიერს, 16 სართულიან სახლს. სახლს, რომელსაც პატრულისა და სასწრაფოს განათებების მიღმა ხალხი შეუგრიბავს, ხალხს, რომელსაც ლუკა იცნობს, ხალხს, რომელსაც საერთოდ ტკივილი აერთიანებს. ხმას არავინ იღებს, ყველა დუმს. მხოლოდ ლუკა. ლუკა ტელეფონზე საუბრობს, ლუკა მომხდარს ავრცელებს, იგი საქმეს აკეთებს, იგი კაცურ პასუხისმგებლობას ასრულებს. ხო შეგიძლია ეს ყველაფერი არა მარტივად მითხრა. დამანახე, დამაჯერე რა ძალიან გთხოვ რა. ლუკა სასმელს ყიდულობს. აუ, სასმელზე გამახსენდა, ნო. სად არის ჩემი დრინკი? მაგაზე გამ რა ლევანო ნახოთ რა. თან დავილაპარაკოთ, თან გავიდეთ. იცი რა, შენ გადი ნახე და მე აქ დაგელოდები, კარგი? კარგი, დამელოდე და მაშინ იცი რა ქენი? შენ ლუკაზე კარგად იფიქრე. დამანახე უბრალოდ რა, დამაჯერე. სახელები არ დაგავიწყდეს და 4 სიტყვაში რა. მოსულა? კარგი, 4 სიტყვით. აუ, რა
კარგი, სადა. აუ, დამაუწყე. ამიშა. აჰა, აი შენ. ნატალი ვარ, არ გახსოვთ ბატონო შოთა? მიდია რა თვითონში. ეს მეორე სამი. აი, აღარ გინდა გეხოცა. ამიშ. აი, გერ. Иди, мне рассказывай. Сейчас надо сказать, что я надо сказать, что я Иди, да, Иди. Надо როგორ ხარ? კარგი წინ. ნუ არა მიშავს. კარგად გამოიყურები სხვათა შორის, როგორც ყოველთვის. არა. შოთა ხوار დაგინახოს. რეჟისორი? ედი პოეტი ბიჭიც მოსულა. ლევან ხوار დაგველია? დაგველია. აუ ლევან, ეცაომიდე რა. ხო ხედავ რა ნახმამია, ძალიან მარტივად დაკერავ. მოიცა. ლუკას და ანიში. არა, საიდან მოიდა? კარგი, რა პრობლემაა? საიდან არ მომიტანია. მაშინ მოდი რა ლუკა დამიხასიათე რა, როგორც პერსონაჟი. 4 სიტყვით, ხო? ხო, 4 სიტყვით. ჩაკეტილი, იდუმალი, ცივი და ნარკო დამოკიდებული. შენადა ის ფილმი გახსოვს, ნანახი გაქვს სცენარისტი აი ბასენში რომ ტალიფიტებს. კი, ნანახი მაგდა ძალიან მომწონს მაგრამ ჩემ სცენარისტ არაშუაში. უნდა მივაგნოთ. აი ლუკას ბომბი სად უნდა აფეთქდეს რა? იყოს ბომბი. ინტერიერი. ხო. აუზი. კი ბატონო. ცისფერი განათებები. აჰა. ორი ადამიანი ზის. აჰა. და თავიანთ პრობლემებზე საუბრობს. ყოველ შემთხვევაში ერთი საუბრობს, მეორეს კი ფეხებზე კიდით. აჰა. ამასობაში სახლი ხალხით ივსება. აჰა. მათ დროის კარგად გატარებას. ხალხი ატმოსფეროს ქმნის. ხალხი თავის როლს ასრულებს. აჰა. ხალხი ლუკას ბომბს ააფეთქებს. იოსებ! ზოგადად ბაკარი ქიწყება. თოკოშენ მოვიდა რაკოვინასთან დადგა. ხელისგან გარეთ ამოიღო საფულე ტელეფონი, პაკეტი. სარკე აიღო. ჩალეჩობს ლაინის გაკეთებას. დაუწე ტელეფონი ორი გავს. მართლა დახედე ბიჭო. შევისა შეჭირნები, შევინა დაგირეკოს. საკუთარი თავის მოვალ არ შეგიძლია შევის უნდა მოვალო. თავი დამანები რა. აი მომისმინე რა. შენთვის არ ცალია. აი იქნებ რას გეუნებიდო. რა გინდა? აიც ვერ დამემოვალები და მომისმინე პარე. გამოძრები შენახიდან. როგორ შენი სიკვდილი უნდა გამოძრია რა? სიკვდილი სხვა რამეა. აქედან გამოძრები. ოღონდ ცოტა აზრი მოდი. შეხედე შენ თავს. ცოტა მოусმინე შენ თავს. შენი აზრით შევძლებ?
სადიყავი რა მაგარი კინო სიგარეტი გააქვს? რა? სიგარეტი გააქვს? ალბათ. აულა. რა საკაიფო კინო გამოტოვე. შენოდა? ხო. ის კინო ისი რეჟისორი რო აუშიტი უტირებს. რა რომელი? არ ვიცი. კინო საკაიფო კინო გამაზე. აი ეს არის საკაიფო კინო. ოი, რა საკეთებ, ჩეჩილო? გამოყრი, რაღაცინებს მობაზგავს, ახრჩო. ტრალია, ხო იცი? რაღაცინებს. აუ, ხო შენ. რაურია შეჩერმა დაოლაქცი.